ფეხბურთში არსებობს ისეთი ისტორიები, რომელიც ზღაპარს ჰგავს, სადაც პატარა გმირი დიდებულ დრამაში ჩნდება და ძლიერებს უპირისპირდება. Blackburn Rovers-ის 1994-95 წლის ტრიუმფი სწორედ ასეთ სცენარს მოგვაგონებს. ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე კლუბი ავიდა იმ დონეზე, რომ Manchester United-ის მსგავს გიგანტებისთვის წინააღმდეგობა გაეწია და ქვეყნის ჩემპიონიც გამხდარიყო. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ადგილობრივმა მილიარდელმა ჯეკ უოკერმა გადაწყვიტა საკუთარი ქალაქის გუნდისთვის ოცნება აესრულებინა. მან კლუბში უდიდესი ინვესტიცია ჩადო. ამოცანის შესასრულებლად 1991 წელს შოტლანდიელი მწვრთნელი კენი დალგლიში მოიყვანა. მან გუნდს შეძინა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: დისციპლინა, სტრატეგია და გამარჯვების მენტალიტეტი. ასევე მოიყვანა ფეხბურთელები, რომელიც გუნდის მთავარ შემოქმედ ძალად ჩამოყალიბდნენ. ალან შირერი 1992 წელს მოვიდა საუთემპტონიდან 3.6 მილიონ ევროდ. კრის სატონი 1994 წელს ნორვიჩიდან 5 მილიონ ევროდ. ასევე ამ სიაში არიან ტიმ შერვუდი, მეკარე ტიმ ფლაუერსი საუთემპტონიდან 2.4 მილიონ ევროდ. ტონი გეილი, გრემ ლესო, სტიუარტ ტრიპლი და ასე შემდეგ. Blackburn თამაშობდა ტრადიციული 4-4-2 სქემით. ფლანგებზე სტიუარტ ტრიპლი და ჯეისონ ვილოკის სისწრაფით და სუსტი ჩაწოდებებით მუდმივ საფრთხეს ქმნიდნენ. თავდასხმაში კი კლუბის სიმბოლო ალან შირერი იდგა. მას პარტნიორობას კრის სატონი უწევდა. ეს დუეტი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ წყვილად ითვლებოდა. ჩაწოდებულ ბურთებს შირერი გოლებად აქცევდა. სეზონის ბოლოს კი 34 დაუკროვდა, ხოლო სატონს 15. დაცვის ხაზში ფეხბურთელები კილიან ჰენდრი და ჰენინგ ბერგი მოქმედებდნენ. ბირთვი დაუღალავართ ერთ ტემპში თამაშობდა. დალგლიშის ტაქტიკაში ყველამ კარგად იცოდა თავისი როლი. 1994-95 წლების სეზონი 42 ტურისგან შედგებოდა. Blackburn-მა სტარტიდანვე აჩვენა, რომ ტიტულისთვის ბრძოლას აპირებდა. პირველ 10 მატჩში 8 გამარჯვება მოიპოვეს და ლიდერებს შორისაც მალევე აღმოჩნდნენ. სეზონის განმავლობაში მათ დაამარცხეს ისეთი კლუბები, როგორებიც იყვნენ არსენალი, ანგარიშით 3-1. იქ თავის გამოჩენა ალან შირერმა მოახერხა. ნიუკასლი ტიტულისთვის მებრძოლი გუნდი 1-0 დაამარცხეს. შირერის თავური და ტიმ ფლაუერსის ბრწყინვალე სეივები. ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი იყო ტიტულისკენ მიმოვალ გზაზე. მათ დაამარცხეს ასევე ტოტენჰემი, ანგარიშით 4-2, ჩელსი, ლიდს იუნაიტედი, ლივერპულს 3-2 მოუგეს ურთულეს დაპირისპირებაში. თუმცა მთავარი ბრძოლა მაინც Manchester United-თან მიმდინარეობდა. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ტიტულის მუდმივი პრეტენდენტი იყო და მთელი სეზონი აწუხებდა Blackburn-ს. აღსანიშნავია ის, რომ მიუხედავად ჩემპიონობისა, Blackburn-ს Manchester United-თან თამაში არ მოუგია. პირველი თამაში 0-1 დამარცხდა, ხოლო მეორე 4-2. შიდა თასებზე Blackburn-მა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. FA თასზე ნიუკასლმა შეძლო მათი დამარცხება. შესაძლოა ეს გახდა იმის განმაპირობებელი, რომ მთელი ყურადღება პრემიერ ლიგაზე გადმოიტანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა სეზონში პრემიერ ლიგა Manchester United-ს ჰქონდა მოგებული და იქ მეორე ადგილზე გავიდნენ. ყველაზე დრამატული მომენტი 94-95 წლების სეზონში პრემიერ ლიგის ბოლო ტური გახდათ, როცა Manchester United-სა და Blackburn-ს თითქმის თანაბარი ქულები ჰქონდათ. Enfield-ზე ლივერპულის დამარცხება არც ერთი გუნდისთვის არ არის მარტივი. ის თამაში Blackburn-მა წააგო 2-1, მაგრამ ამავდროულად Manchester United-მა ვერ მოიგო West Ham-თან. ის თამაში 1-1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 89 ქულით Blackburn-ი ინგლისის ჩემპიონი ხდებოდა. 27 გამარჯვება, 8 ფრე, 7 მარცხი, 80 გატანილი გოლი. Blackburn-ი ინგლისის ჩემპიონი გახდა, ხოლო შირერმა ყველაზე მეტი 34 გოლის გატანა შეძლო. წლის საუკეთესო მწვრთნელი კენი დალგლიში გახდა, მაგრამ 95 წელს მან კლუბი დატოვა, ხოლო მომდევნო წელს მას შირერიც მიჰყვა. საჩემპიონო სეზონის შემდეგ გუნდმა რეგრესი დაიწყო. მომდევნო წელს პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილზე გავიდნენ. ალან შირერს ტრამვები დაეწყო. ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გასულებს ჯგუფში მოსკოვის სპარტაკი, ლეგია ვარშავა და როზენბერგი შეხვდა. თუმცა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს და ვერ გავიდნენ მომდევნო ეტაპზე. FA თასიდან კი ლივერპულმა გამოაგდო. ალან შირერი მაინც რჩებოდა ბომბარდირად, მაგრამ გუნდის სტრუქტურამ კონკურენტუნარიანობა დაკარგა. Manchester United-მა სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით კვლავ დაიბრუნა დომინაცია. ამგვარად გამოვიდა, რომ Blackburn-მა ტიტულის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ნელ-ნელა დაბრუნდა საშუალო დონის კლუბების რანგში. ყველაზე მძიმე 98 წლის სეზონი გამოდგა. ტიტულის მოგებიდან 4 წლის შემდეგ Blackburn-მა პრემიერ ლიგა მე-19 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონშიპში დაქვეითდა. დალგლიშმა შექმნა გუნდი, რომელსაც ჰქონდა ძლიერი ბირთვი, სწორი ტაქტიკა, დისციპლინა, საოცნებო ტიტული
ეს იყო ზღაპარი პატარა ქალაქისგან. 1994-95 წლების სეზონი დარჩა მაგალითად იმისა, რომ ფეხბურთში შეიძლება ოცნებები რეალობად იქცეს, მაგრამ დიდების შენარჩუნება ხშირად უფრო რთულია, ვიდრე იქამდე მისვლა.